ფსიქოლოგია ახალგაზრდა, მაგრამ სწრაფად განვითარებადი მეცნიერებაა. დღესდღეობით ამ სფეროში დიდი ცოდნა და გამოცდილებაა დაგროვილი. ჩვენი გადაცემის მიზანია ეს ცოდნა და გამოცდილება უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი საზოგადოებისათვის. გამარჯობა, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემასთან ციკლის გამოყენებითი ფსიქოლოგია და დღეს ჩვენი სტუმარია ფსიქოლოგი ბატონი ზაზა ვარდიაშვილი. გამარჯობათ. მოგესალმებით ბატონო ზაზა კიდევ ერთხელ. დღეს ჩვენი გადაცემის თემაა ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ ბავშვების ადრეულ ასაკში და თქვენთან ესეთი შეკითხვა მოქვს პირველი. რა ასაკიდან იწყებს გარემო ბავშვებს ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას? ბავშვზე გარემოს ფსიქოლოგიური ზემოქმედება როგორც ბოლო პერიოდის კვლევები ადასტურებს, უკვე მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე იწყება. ანუ როგორც აჩვენა სხვადასხვა კვლევამ აღმოჩნდა, რომ კონფლიქტი მშობლებს შორის, მშობლის სტრესი ან ასე შემდეგ აისახება მუცლად ყოფნის პერიოდშივე ბავშვის ფსიქოემოციურ სფეროზე. რაც შეეხება თვითონ დაბადების შემდგომ პერიოდს. როგორც დაადგინეს კვლევარებმა, ბავშვი არ იბადება ყოველგვარი სხვადასხვა უნარჩვევების გარეშე. მას დაყვება გარკვეული ფაქტორები, რომელიც უკვე მაშინვე ეხმარება ადაპტაციის ფორმირებაში. ანუ იყო ასეთი ინგლისელი მკვლევარი ბრეტერტონი, რომელმაც ძალიან საინტერესო წიგნი შექმნა, ეს არის მაზერინგიანი დედობა, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტორი აქვს მოყვანილი კონკრეტულად. ბავშვი დაბადებიდანვე გრძნობს საკუთარი დედის შეხებას, დაბადებიდანვე განასხვავებს, მცირე ასაკიდანვე განასხვავებს საკუთარი დედის რძის სუნს და ასე შემდეგ. როგორც ბრეტერტონი თავის კვლევებში ამბობს, ბავშვის კუნთების შეკუმშვაც კი დედის ხმის ტემბრის სინქრონულად მიმდინარეობს. ასე რომ ბავშვი დაბადებიდანვე უკვე გარკვეულწილად ინტერაქციაშია გარემოსთან და აი ასე ყალიბდება მისი ფსიქოემოციური სფერო. დიახ, დღეს არის პრაქტიკაში ესეთი რაღაცები, რომ ფეხმძიმე ადამიანი, ფეხმძიმე ქალი, დედა უსმენს ხოლმე ხშირად რაღაც მუსიკას, გარკვეული რაღაც მიდრეკილებები აქვს და მშობლები თვლიან, რომ ეს აისახება მათი ბავშვის მომავალ ფსიქიკაზე და თქვენ როგორ ფიქრობთ? ვიცით, აი დადასტურებულია ძალიან ბევრი მომენტი, კონკრეტულად ამერიკელმა ფსიქიატრმა იაგუდამ ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარა. ალბათ გახსოვთ 2000 წელს იყო მე მგონი ეს 11 სექტემბრის ტერაქტი შეერთებულ შტატებში. იაგუდამ დაიწყო შესწავლა, რამდენი ფეხმძიმე ქალი იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე. აღმოჩნდა, რომ 200 ქალამდე იყო, რომლებიც ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებოდნენ ტერაქტის დროს ამ ლონგ-აილენდზე შენობებთან ახლოს ან უშუალოდ შენობებში. და დაიწყო ამ ბავშვების კვლევა. უკვე 8 წლის ასაკში აღნიშნული ბავშვების ნახევარზე მეც აღენიშნებოდა შფოთვითი ან დეპრესიული დარღვევები. კონკრეტულად განსხვავდებოდა მათი ქცევა ამ მხრივ სხვა ჯგუფის ბავშვებიდან, რომლებიც მშობლებსაც სტრესი არ ჰქონდათ გადატანილი ფეხმძიმობის პერიოდში. ანუ უკვე დადასტურებულია ეს ფაქტი, რომ ფეხმძიმობის პერიოდში ერთჯერადი სტრესიც კი დიდ ზეგავლენას ახდენს შემდგომში ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. ამიტომ შესაბამისად, რა თქმა უნდა, სასიამოვნო გარემო, სასიამოვნო ფონი, სასიამოვნო მუსიკა, რომელიც დედაზე პოზიტიურად მოქმედებს, ასევე პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს ბავშვზე. ასევე აღწერილია შემთხვევები, რომ ბავშვები, რომლებსაც ფეხმძიმობის პერიოდშივე ესაუბრებიან, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომში მათი მეტყველების განვითარებაში. ასევე, როგორც აღმოჩნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვი, როდესაც იბადება, განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მამის ხმის მიმართაც, როდესაც ფეხმძიმობის პერიოდში მამის ხმაც ესმის. ეს როცა მამა კონკრეტულად ბავშვს მიმართავს, დაუშვათ მუცლად ყოფნის დროს, უბრალოდ დედასთან საუბრობს. დედასთან საუბრობს. და მსგავსი რაღაცა როგორც არის დაუშვათ ესე ხშირად არის, რომ ამბობს მშობელი, რომ მე ფეხმძიმობაში მიყვარდა დაუშვათ ნახატები, რაღაც მსგავსი რაღაცები მაინტერესებდა და აი ჩემი შვილი მიდრეკილება აქვს დაუშვათ ამა თუ იმ საგნის მიმართ. შეიძლება რომ მსგავს რაღაცას რეალურად ჰქონდეს ადგილი. იცით, მე არ ვიცნობ
შრომებს აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა იგივე ხატვასთან მიმართებაში რაც შეიძლება ითქვას, აი სივრცითი ინტელექტი, ეს მემკვიდრეობითი ფაქტორია, როდესაც მშობელს კარგად აქვს განვითარებული, შვილშიც შესანიშნავად განვითარებული როგორც წესი. დიახ, აი რა როლი აქვს დაუშვათ ბავშვი როცა არის თვეების და ხშირი არის ჩვენს დროში ისეთი პრაქტიკა, რომ მშობელს არ ცალია და უკვე ჩვილი ბავშვი შეიძლება ძიძასთან აღმოჩნდეს და ძიძა აგრძელებდეს მის გაზრდას, რა როლი შეიძლება ითამაშოს ამ შემთხვევაში ძიძამ? იცით, სწორედ აი აღნიშნულთან დაკავშირებითაც ასევე მრავალი კვლევა. მოკლედ აი ძიძის ჩართულობა როგორ უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, დღესდღეობით არის ისეთი გარემო, როდესაც მშობელი იძულებულია, რომ ადრე მოხდეს ბავშვთან განშორება და დაიწყოს სამსახური ან რაღაც სხვა ჩართულობა გამოავლინოს, უმეტესობა მიმართავს ძიძას. დიდი მნიშვნელობა აქვს ვის შეარჩევენ ძიძად, დიდი მნიშვნელობა აქვს რა ცოდნა აქვს და რა გამოცდილება აქვს აღნიშნულ ადამიანს ბავშვის გაზრდასთან დაკავშირებით. რაც შეეხება თვითონ შეცვლის თუ არა ძიძა დედას, ну რა თქმა უნდა ვერ შეცვლის, ეს წარმოუდგენელია, იმიტომ რომ დედასთან გენეტიკური კავშირი აქვს ბავშვის, ჯერ კიდევ ერთ წლამდე ფაქტიურად მოშორებული მის სხეულს არ არის. აქვს ასევე კვებითი დამოკიდებულება და სხვა მრავალი ფაქტორი, მაგრამ რა თქმა უნდა ცხოვრების შესაბამისად ადაპტაციაც უნდა შევცვალოთ. აი აღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესო ისეთი ფენომენი ზევისაუბროთ, როგორიც არის დედაშვილური მიჯაჭვულობის ფენომენი. ამ ფენომენზე საუბარი დაიწყო მე-20 საუკუნის ადრეულ პერიოდში, ძალიან ბევრი კვლევები იყო აღნიშნულთან დაკავშირებით. ამ თემაზე მუშაობენ ისეთი ცნობილი სპეციალისტები, როგორიც იყო აინსვორდი და სხვები, ბოულბი, აინსვორდი და სხვები, შეპარდი, რიჩარდი და ჩამოაყალიბეს მათ ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად დაადგინეს ის, რომ მიჯაჭვულობა ბავშვს უყალიბდება გარკვეული პიროვნების მიმართ, მაგრამ ეს არის გარკვეული ლოგიკური ფენომენი, კონკრეტულად გარკვეულ ფაზებს გადის. ანუ გამოყოს ესეთი ფაზები, რომ 6 კვირამდე პერიოდს დაარქვეს ასე ვთქვათ, ასოციალური ფაზა, როდესაც ბავშვს საერთოდ არ აქვს არანაირი კონკრეტული დამოკიდებულება დედის გარდა არც ერთი პიროვნების მიმართ. შეიძლება სხვა პიროვნებას ვერც აღიქვავდეს? ვერ აღიქვავს. მეორე პერიოდი, ეს არის უკვე შერჩევითი პერიოდი, როდესაც ეს გრძელდება 6 კვირიდან 6 თვემდე, როდესაც ბავშვი აკვირდება თავის გარშემო მყოფ პიროვნებებს, რათა რომელიმე მათგანზე ჩამოაყალიბოს მიჯაჭვულობა. 6-დან 9 თვემდე პერიოდი ეს არის კონკრეტული მიჯაჭვულობის პერიოდი, როდესაც ბავშვმა ამოარჩია ერთ-ერთი პიროვნება. ეს არ არის სავალდებულო, რომ მაინც და მაინც დედა იყოს, თუმცა დედას ყველაზე დიდი შანსი აქვს, რომ იყოს მიჯაჭვულობის ობიექტი. შეიძლება იყოს ბებია, შეიძლება იყოს მამა. ანუ ვისთანაც ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს. ეს კომფორტული გრძნობა გამოვლინდება იქით, რომ ვინც ბავშვთან უფრო მეტად ამყარებს კონტაქტს სიტყვიერად, ვინც ეთამაშება, ხომ? ვისთან ერთადაც ასეინოთ არის და ასე შემდეგ. ეს სწორედ აი ამ მიჯაჭვულობის ობიექტთან განშორება იწვევს საკმაოდ ძლიერ სტრესს ბავშვისთვის. შემდგომში უკვე ხდება აი ამ კონკრეტული მიჯაჭვულობის განშლა. ეს ხდება უკვე იმ პიროვნების მიერ უნდა მოხდეს, ვიზეც მიჯაჭვულობა ჩამოყალიბდა. ანუ რადგან ეს შესაძლებელია, რომ ეს მიჯაჭვულობა ძიძის მიმართად ჩამოყალიბდეს, თუ ძიძა სწორად არის შერჩეული. დიახ, აი სწორედ ამასთან დაკავშირებით საჭიროა ითქვას, რომ არ არის რეკომენდირებული ძიძის ცვლა, ანუ თუ ძიძაზე მოხდა მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება, მერე მასთან განშორება, ბავშვი ძალიან ძიმე ემოციურ მდგომარეობას გამოიწვევს. შესაძლებელია მივიღოს საკმაოდ დიდი გართულებებით. ამიტომ სასურველია, რომ ძიძის შერჩევისთვის გამოვიყენოთ დაახლოებით 4 თვემდე პერიოდი, როდესაც ბავშვს მრავლობითი მიჯაჭვულობის პერიოდი აქვს, ანუ კონკრეტული არ არის ჩამოყალიბებული და იქ შეიძლება ერთი ძიძა მეორეთი შეიცვალოს და ვნახოთ, რომელთან უფრო კარგად ჩამოყალიბდება ეს ყოველივე, მაგრამ თუ ჩამოყალიბდა, მერე არ არის სასურველი, რომ ეს ჩანაცვლება მოვახდინოთ მინიმუმ წლინახევრის 2 წლის ასაკამდე.
რითია მნიშვნელოვანი ბავშვისათვის ეს ცხოვრების პირველი წელიწადი და მის დანარჩენ ცხოვრებაზე როგორი კვალს ტოვებს? იცით, ეს პირველი წელიწადი ძალიან მნიშვნელოვანია რამოდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე. პირველი, ეს არის კონტაქტი მშობლებთან. ეს არის ძალიან ბევრი ის ელემენტი, რომელიც შემდგომში მთელი ცხოვრების მანძილზე საჭიროა. კონკრეტულად, იგივე აი ბგერების სქემის ჩამოყალიბება, ხორციელება პირველი წლის განმავლობაში, კონკრეტულად 6 თვიდან უკვე ეს იწყება. ხო. ზოგადად ესეთი აზროვნების, სენსომოტორული აზროვნების მნიშვნელოვანი წილიც ასევე 1 წლამდე ყალიბდება. 1 წლამდე მნიშვნელოვანი ასევე მოტორული თვალსაზრისით ამ პერიოდში სწავლობს ბავშვი უკვე ჯდომას, ხოხვას, გადაბრუნება, გადმობრუნებას და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მის ცხოვრებაში. 1 წლამდე პერიოდში ასევე აი აქცენტი რომ გავაკეთოთ ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით, როგორც აღმოჩნდა, ძუძუთი კვება ბავშვს მარტო რძით არ ამარაგებს. ძუძუს სწოვის პროცესში ბავშვში სეროტონინის აქტიური გამომუშავება ხორციელდება ბავშვის ორგანიზმში. სეროტონინი ეს არის ეგრეთ წოდებული ხალხურად ბედნიერების და სიხარულის ნეიროტრანსმიტერი. სწორედ აი ეს პერიოდია, როდესაც შესაბამისად სეროტონინის ფონზე ყალიბდება ხასიათიც. ანუ თუ კარგი რაოდენობით გამომუშავდება სეროტონინი, ვღებულობთ პიროვნებას, რომელიც ხალისიანი ინიციატივია. დიახ, რა თქმა უნდა. აი სწორედ მარტო ამით არის ყველაზე მნიშვნელოვანია ეს პერიოდი ბავშვის ცხოვრებაში. რა შეიძლება მშობლებმა დავატებით რომ გააკეთონ იმისათვის, რომ ესეთი პიროვნება მიიღონ თავის შვილის სახით საბოლოოდ? მეტი კონტაქტი, მეტი საუბარი, მეტი კომფორტის შექმნა ბავშვისთვის. აი ესეთი ელემენტარული ესეთი საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ბავშვი ძალიან კარგად იძინებს, როცა მამის ხმა ესმის. ეს თვეების ბავშვია საუბარი. ეს რაღაცნაირად ეს არის გარანტია უსაფრთხოების, მამა ესეთი ფენომენია. ამიტომ აი ესეც ხომ ეს მცირე ნიუანსი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე შემდეგ შეიძლება პოზიტიური ასახვა პოვოს ადამიანის ცხოვრებას. აი მიუხედავად იმისა, რომ დაუშვათ ბავშვის წარმოდგენაში ჯერ კიდე არ იქნება დაალაგებული იერარქიულად სწორად, რომ ვინ არის მამა, ვინ არის დედა, ვის რა ფუნქცია და როლი აკისრია ცხოვრებაში, მიუხედავად ამისა, მამის ხმა უკვე ესე ადრეული ასაკიდან. რა თქმა უნდა, აი, როდესაც აი იდეალური ჯაჭვი მიმდინარეობს, ანუ ფეხბურთის პერიოდში ესმის მამის ხმა, ხო? ეს უკვე მისთვის უცხო არ არის. შესაბამისად, მამის ხმა არის გარანტია იმის, რომ ის დაცულია. ესეც ჩამოყალიბებული 1000 წლეულების მანძილზე ადამიანში. ხო? აი სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ყოველდღე. ასევე მნიშვნელოვანია პირველი წელი და პირველ წელს მიღებული თვისებები იმ ხრივაც, რომ აი ნეგატიურზეც რომ გავაკეთოთ აქცენტი, ნებისმიერი კონფლიქტი. ოჯახში. ასევე წვავით აისახება. თქვენ წარმოიდგინეთ ბავშვებს იმისი აღქმა აქვს, თუ რა ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება დედა 1 წლამდე ბავშვებს. ანუ ისინი მართალია კონტაქტშივე შედიან საუბრით, მაგრამ სახით კითხულობენ. გამომეტყველებით 7-8 თვის ბავშვს შეუძლია დედის გამომეტყველებით შეაფასოს დედა როგორ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება. შესაბამისად ესეც აისახება ბავშვის ქცევაზე. ანუ ნებისმიერი ცუდი ემოციური მდგომარეობა დედის აისახება ასევე ბავშვის ქცევაზე და ხასიათზე. ეს სწორედ ამ 7-8 თვის ასაკშიც. რაც შეეხება ცხოვრების მეორე წელიწადს, აი როცა უკვე ბავშვი ნელ-ნელა მეტყველებას იწყებს და დგება მწყობში და როცა ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, აი მეორე წელი რითია მნიშვნელოვანი? მეორე წელი მნიშვნელოვანია იმით, რომ უკვე ბავშვი სხვა სახით შეისწავლის სამყაროს, შეისწავლის უკვე სიარულით. ანუ ხებულობს სხეული ისეთ მდგომარეობას და ისეთ ლოკომოციას, როგორცაც უკვე დიდები ახორციელებენ. ასევე მნიშვნელოვანია მეტყველების დახვეწვის თვალსაზრისით. ეს გარკვეული პერიოდებია ისეთ, როდესაც როგორც აღმოჩნდა დღეში 400 სიტყვის დამახსოვრება შეუძლია ბავშვს.
ეს შემდგომში იკარგებოდა აღარასოდეს აღარ ბრუნდება ეს ეტაპი. ამიტომ ამ ასაკშიც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვი არ იყოს იზოლირებული, იყოს მეტი კონტაქტი მშობელთან, როგორც მეტყველებითი, ასევე სხვა სახის, იყოს გარემოს გაცნობა აქტიურად, მშობელთან ერთად სეირნობა, მშობელთან ერთად კონტაქტი სხვა ბავშვებთან, იმიტომ აი ეს სოციალური ელემენტებიც შეიძლება, ანუ ხა ძირითადად როგორც ამბობენ ეს უფრო 2 წლინახევრის ასაკიდან იწყება, მაგრამ დღესდღეობით ხდება სიტუაცია, რომ უკვე წლინახევრის ასაკში ბავშვების დიდი ნაწილი მეტყველებს და გარკვეულ კონტაქტში შედის თანატოლებთან. აი დავუშვათ თუ არ მოხერხდა წლინახევრის 2 წლის ბავშვის სათანადოდ განვითარება იმ თვალსაზრისით, რომ დავუშვათ არის ხშირად ესეთი ოჯახები, რომ ძალიან დაკავებულია მშობელი და ვერ ახერხებს იმას, რომ თუნდაც ხშირად ასეირნოს, გაიყვანოს თანატოლებთან კონტაქტი უზრუნველყოს, ვერ ახერხებს იმას, რომ ელაპარაკოს ხშირად. ეს შეიძლება ისეთი რამე გამოიწვიოს ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში ბავშვი დაზარალდეს და ვერ მოხდეს მისი სათანადო გონივრული განვითარება. ძალიან ხშირად ჩვენთან საბედნიეროდ ყოველ შემთხვევაში მე პრაქტიკაში არ შემხვედრია ასეთი ფაქტი, მაგრამ საზღვარგარეთ ლიტერატურაში ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად გვხვდება ისეთი ტერმინი, როგორც არის სოციალური რეტარდაცია, ანუ სოციალურად განპირობებული გონებრივი განვითარების შეფერხება. განსაკუთრებით ამ ფაქტზე ბევრს წერენ რუსეთში, უკრაინაში, ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, სადაც არის ესეთი პრობლემა, როგორიც არის ალკოჰოლიზმი და შესაბამისად მშობლების დიდი ნაწილი საერთოდ კონტაქტს არ ამყარებს საკუთარ შვილებთან. შეიძლება არც მიაჩნიეთ საჭიროა ჯერ არ ლაპარაკობს და რაღაცა შეიძლება თუ მშობელს არ აქვს სათანადო განათლება ვერც გამოიტანოს დასკვნა, რომ ეს არის აუცილებელი. ასეთ შემთხვევებში სწორედ ვღებულობთ ამ სოციალური გონებრივი განვითარების შეფერხებას, ან სოციალურ რეტარდაციას. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ბევრ ქვეყანაში. იყო პერიოდი, როდესაც შეერთებულ შტატებშიც ტარდებოდა სპეციალური ღონისძიებები, ანუ სოციალური მუშაკი ვალდებული იყო შეემოწმებინა, ხო არ ქონდა აღნიშნულ ფაქტებთან საქმე, მაგრამ იქ ეს პრობლემა, როგორც ამბობენ, დიდ ნაწილში დაძლეულია. ჩვენთან საქართველოში შესაძლებელია არის ასეთი ფაქტები, უბრალოდ მე პირადად არ შემხედრია. მიზეზი ქართველები მაინც ისეთი ხალხია აქტიური, ხშირად არის რომ ბავშვის ცხოვრებაში ჩართული მარტო დედმამა კი არა, ბებია, დედის მხრიდან, მამის მხრიდან და ეს იმას უზრუნველყოფს, რომ მარტო არ იქნება. რა თქმა უნდა, კი, ანუ ჩვენთან უფრო მეტად არის სოციალიზაცია, უფრო მეტი კომუნიკაცია მეზობლებს შორის, ადამიანებს შორის და სწორედ აი ესეც გვეხმარება, რომ ეს პრობლემა თავიდან იქნას აცილებული. აი დავუშვათ, როცა ბავშვი ბაღში მიდის, როცა ყველა საფეხური სათანადოდ არის გავლილი, ჩვენ უკვე შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დონეზე გარანტია გვაქვს, რომ ბავშვის განვითარება სწორად მიმდინარეობს. იცით, აი თვითონ ბაღთან დაკავშირებით აქაც გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტორი. ბოდიში, აი რა ასაკიდან შეიძლება, რომ უკვე ან რა დრო შეიძლება დედამ ჩათვალოს, რომ უკვე ბავშვი მზად არის იმისთვის, რომ ბაღში მიიყვანოს. როგორც თქვით, სოციალიზაციის მოთხოვნილება ბავშვებს ეწყება დაახლოებით 2 წლინახევრიდან 3 წლინახევრის ასაკამდე, აი ამ პერიოდში. ანუ მანამდე ძირითადი აქცენტი კეთდება ოჯახში და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე, ამ პერიოდში უკვე ჩნდება ელემენტი, რომ ბავშვს შეუძლია სხვა ბავშვთან თამაში, რაღაც ისეთ კონტაქტში შესვლა. სწორედ ამიტომ ამ ასაკამდე ბავშვი ბავშვის მიყვანა არ არის რეკომენდირებული. ხო. ამ პერიოდშიც უნდა მოხდეს თანდათანობითი ადაპტაცია, ხა ყველა ინდივიდია, ყველას თავისი თვისებები გააჩნია. ისე რომ დაუბრუნდეთ აი მიჯაჭვულობას და მიჯაჭვულობასთან დაკავშირებულ სიტუაციებს, ისევ ამ აინსვორტმა და ვოლბიმ თავიანთ კვლევებში გამოყვეს 4 სხვადასხვა ტიპი მიჯაჭვულობების, ბოლო პერიოდში დაემატა მე-5 ტიპი. ანუ 65% ბავშვებში ყალიბდება საიმედო მიჯაჭვულობა. ეს არის ბავშვების ის კონტინგენტი, რომელსაც ბოლომდე აქვს მშობლების რწმენა, აქტიურად იკვლევენ სამყაროს, აქტიურად აქვთ უკვე დამოუკიდებლობის ელემენტები
და ბავშვების ეს კატეგორია ყოველგვარი პროტესტის გარეშე დიდი სიხარულით მიდის საბავშვო ბაღში და არა აქვთ პრობლემა. მაგრამ ეს გვხდება 65%-ში. მაინც მაღალი პროცენტი. კი. თუმცა აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ უწყობს ხელს მშობელი აი ამ კომუნიკაციის, აი ამ ტიპის ჩამოყალიბებას. დაახლოებით 20%-ში გვხდება შფოთვარე განრიდებითი მიჯაჭვულობა. ეს არის ის მიჯაჭვულობის ის ტიპი, როდესაც ბოლომდე რწმენა მშობლის არ აქვს, მუდმივად აქვს შიში, რომ მშობელი მიატოვებს. აი ეს არის ის კონტინგენტი, რომელიც აპროტესტებს ბაღში წასვლას. თვითონ ეს შფოთვარე მიჯაჭვულობა გვხდება ისეთ მშობლებში, რომლებსაც თვითონ არ აქვთ ეს საკუთარი თავის რწმენა ბავშვთან დაკავშირებით, ძალიან ნერვიულობენ ბავშვის პრობლემებთან, აქტიურად განიხილავენ ბავშვის პრობლემებს სხვების თანდასწრებით და აი ასეთი ტიპის დამოკიდებულებით გამოირჩევიან. აი ამ ნაწილს ახასიათებთ საკმაოდ ძლიერი გარკვეული დონის გაპროტესტება ბაღში დარჩენასთან დაკავშირებით, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ თქვათ 1 საათში ეს გადააუვლის და მერე აქტიურად შედიან თამაშში. მესამე ტიპი მიჯაჭვულობის ეს არის შფოთვარე განრიდებითი მიჯაჭვულობის ტიპი. ეს ტიპი 10% გვხდება ზოგადად საზოგადოებაში. ესენი არიან ბავშვები, რომლებიც ძალიან მკვეთრად აპროტესტებენ ისევ ბაღში წასვლას, მაგრამ გამოხატავენ ამ პროტესტს სხვადასხვა აქტიური მოქმედებებით, დარბიან, ტირიან, ურტყავენ მშობელს და ასე შემდეგ. და საკმაოდ დიდხანს უგრძელდება ეს პროტესტის განცდა. შემდეგი ტიპი 5%-ში გვხდება ეგრეთ წოდებული განურჩეველი მიჯაჭვულობის მდგომარეობა. ეს ბავშვები იქცევიან, აი ეს ითვლება არასწორ ყველაზე ცუდ ტიპად მიჯაჭვულობის. უпростоრად, აი ეს პირველი სამი რაც ჩამოთვალეთ, ეს სწორი ტიპია მიჯაჭვულობის. მესამე არის ძალიან ისეთი ცუდი ფაქტორების შემცველი. ასეთი ბავშვი იქცევა სხვადასხვანაირად. ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ლიერი გაპროტესტება, მეორე შემთხვევაში საერთოდ არც კი რეაქციის ყურადღება დარჩეს ბაღში. თუმცა ეს არის ესეც მოვდიდარეობს იქიდან, რომ აი ასეთი ბავშვები იზრდებიან სწორედ აი არათან მიმდევრულად. ანუ ერთი და იგივე ქცევაზე დედამ შეიძლება დასაჯოს, მეორე შემთხვევაში გაიცინოს მის ასეთ ქცევაზე. ანუ აი ამ 4 ტიპის შესაბამისია ბაღში მიყვანა ბავშვის და აი ეს ყოველივე. ხო? და ბოლო პერიოდში ვამბობდით, რომ მეხუთე ტიპი გამოყვეს, ესენი არიან ეგრეთ წოდებული წებო ბავშვები. აი ეს არის ბავშვების ის კონტინგენტი, რომელიც მუდმივად დედას ხელს არ უშვებს, მუდმივად დედასთან არიან და მუდმივი ტირილი აქვთ, როდესაც ტოვებენ მთელი დღის განმავლობაში. ზარიანი ჩვენს ეთერში და მოусმინოთ მაყურებელს. გისმენთ, თქვენ ეთერში ხართ? გამარჯობათ, მოგესალმებით. თქვენ თალმაკ ესეთი კითხვა, როგორ უნდა მივხვდეს ბავშვი წესრიგში აქვს თუ არა მას ფსიქოლოგია? დიახ, მადლობთ. აი წესრიგში აქვს თუ არა ფსიქიკა? ეს ალბათ ბავშვი როცა ცოტა მოზრდილ ასაკზეა საუბარი. იცით რა არის? მნიშვნელოვანია ერთი რამ. უკვე 8 თვიდან გარკვეული სადიაგნოსტიკო ღონისძიებები შეიძლება ჩატარდეს. აი იმ ქვეყნებში, სადაც განვითარებულია სათანადო დონეზე აი ეს კულტურა, პირველი კონტაქტი ფსიქოლოგთან ბავშვის ხდება სწორედ ამ ასაკში. 8 წლის ასაკში. დიახ, 8 თვის ასაკში. 8 თვის ასაკში. ყველაზე მძიმე მდგომარეობები, როგორიცაა ეგრეთ წოდებული სპექტრული დარღვევები, მათი დიაგნოზა და ასევე გონებრივი განვითარების პრობლემები შესაძლებელია 8-დან 18 თვემდე ასაკში მოხდეს მათი დიაგნოსტირება. არის ამისი მეთოდიკა. ჩვენთანაც საქართველოში მუშაობს რამოდენიმე ცენტრი, რომლებსაც აქვთ ძალიან კარგი პრაქტიკა და ძალიან კარგი უნარი, რომ მოახდინონ აი ყოველივე ამის დიაგნოსტირება და თუ ადრე მოხდა ეს ყოველივე, ხო, ბევრად უფრო უკეთესად
შეიძლება ვიფიქროთ პროგნოზთან დაკავშირებითაც, ანუ რეაბილიტაციაც როულად დაიწყება. საჭიროა მიმართვა სპეციალისტთან და ყველაფერში გარკვევა შესაძლებელია. კიდე ერთი ზარია ჩვენთან გისმენთ? გისმენთ თქვენ ეთერში ხართ? დიახ, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. მინდა ესეთი კითხვა. მყავს პატარა და არის ძალიან ცელქი. და ხშირ შემთხვევაში ვერ ვაჩერებთ ხოლმე უმეტესად. როგორ მივიცათ შენიშვნა ისე რომ საპასუხო აგრესია არ გამოიწვიოს ბავშვმა, ბავშვის მხრიდან არ მოდიოდეს საპასუხო აგრესია და თან გაითვალისწინოს ეს შენიშვნა. რაც შეეხება სიცილქეს, აქ მნიშვნელოვანი ზღვარია გასავლები იმასთან, ეს გვაქვს სიცილქე თუ რაიმე სხვა ფაქტორთან გვაქვს საქმე. საუბედუროდ ძალიან ბევრი ბავშვი იზრდება ისეთ პირობებში, რაც ბუნებრივი არ არის მათთვის, ანუ იზრდებიან ბინებში, სადაც შეზღუდული ფართობია და სამყაროსთან მათი კონტაქტი მხოლოდ და მხოლოდ ფანჯარაა და ისიც ბავშვის ზომიდან გამომდინარე ხედავს ცის გარკვეულ ნაწილს მხოლოდ და მხოლოდ. აი ეს არის ის პრობლემა, რაც დგას ცივილიზაციის წინაშე. ბავშვების უმეტესობა თან დასთან დაკავშირებით იყო განსაკუთრებით გოგონები. საკმაოდ ენერგიულები არიან. მათ ჭირდებათ ამ ენერგიის დახარჯვა, მათ ჭირდებათ რომ მივცეთ ის, რაც მათ მოცემულ ასაკში ეკუთვნით კი. ეს არის გარემოსთან კონტაქტი, ღია სივრცეში, ღია ადგილზე დიდხანს ყოფნა და ბავშვებთან კონტაქტი. თუ ეს ექნება, ეს ენერგია იქ დაიხარჯება და მერე შენიშვნაც არ დაგვჭირდება. თუმცა გვყავს ბავშვების გარკვეული კონტინგენტი, რომლებთანაც ზომაზე მეტად აღინიშნება ეს სიცილქე ან უფრო მოძრავები არიან. ხა თვითონ რაც შეეხება სინდრომის სახით ჩამოყალიბებული, ანუ ჰიპერაქტივობის და კონცენტრირების დეფიციტის სინდრომი, ჩვენ გვხვდება 6 წლის ასაკიდან, იმიტომ რომ 40% ბავშვების ზოგადად ჰიპერაქტივობით გამოირჩევა 6 წლამდე, მაგრამ თუ ეს დარჩა 6 წლის შემდეგ, ეს რჩება დაახლოებით 10%-ში ბავშვების, აი მაშინ არის რაღაც ყურადღების მიქცევა აღდისუნთან საჭირო. რაც შეეხება შენიშვნებს, ხო? როგორ მივცეთ შენიშვნა ისე, რომ საპასუხო აგრესია არ გამომიწიოთ? პოზიტიურად ბავშვებზე არ მოქმედებს, მაგრამ გვიწევს გარკვეულ შენიშვნების მიცემა. შენიშვნა უნდა იყოს შექების პროპორციული, ანუ თუ ვაძლევთ 5 ჯერ შენიშვნას, უნდა ვეცადოთ, რომ შექებაც იმგივე რაოდენობით მივაწოდოთ ბავშვს. გაცილებით უფრო სწორია, რომ ის მომენტები, რომელიც შენიშვნის მისაცემია, ხო, დავიყვანოთ მინიმუმზე, ანუ არ მოგწონს ბავშვის ქცევაში ვთქვათ 4 რამ, ხო? 3-ზე ერთი თვის განმავლობაში არ ვაკეთებთ რეაგირებას და მხოლოდ 1-ზე ვაძლევთ შენიშვნას. სულ ერთი და იგივეზე. დიახ, სულ ერთი და იგივეზე. ყველა ვარიანტში, ყველა შემთხვევაში ეს გამოსწორდება. ხოლო როდესაც ვაძლევთ წამდაუწმო ყველა პატარა მოქმედებაზე შენიშვნას, ამით ნეგატიურად მოქმედებთ ბავშვის თვითშეფასებაზე, ვიწვევთ მასში ძალიან მწვავე ოპოზიციურ განწყობას და ვღებულობთ შემდგომში ძალიან ცუდ შედეგს. რაც შეეხება თვითონ სიცილქესთან დაკავშირებით შენიშვნა ნამდვილად არ არის საჭირო რომ მივცეთ, უბრალოდ ბავშვს მივცეთ საშუალება დახარჯოს ენერგია. დიახ, აი თქვენ ბრძანეთ ვირჩევთ ერთ შენიშვნას. მეორე თვეში შეიძლება რაღაცა მეორე პრობლემაზე ვიმუშაოთ და ესე. აი ეს საფეხურებრივად გადავიდეთ. დიახ. აი თქვენ ბრძანეთ უკან დაბრუნდები, რო თქვით ბავშვები, რომელსაც ისეთი მიჯაჭვულობა აქვს მშობლებთან, რომ ვერ შორდებიან, აი რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში მშობლებმა? ისეთ რა არის ესეთი მიჯაჭვულობის ტიპი ძალიან ცოტაა საბედნიეროდ, გვხდება 1-2%-ში. ეს არის ბავშვები, რომლებშიც ეს ეგრეთ წოდებული წებო მიჯაჭვულობა თვითონ მშობლებმა გამოიწვიეს, ესენი არიან დედები, რომლებიც
მუდმივად იმდენად განიცდიან შვილთან განშორებას, რომ ამას არ ახდენენ, მუდმივად ბავშვთან არიან, მუდმივად რაღაც ისეთ ასტიმულირებენ. დიახ და ღებულობენ იმას, რომ ბავშვი ხდება მათზე მიჯაჭვული. აი ეს წება მიჯაჭვულობა, რა თქმა უნდა, გადის უბრალოდ შესაძლებელია, რომ ამან გაიაროს რაღაც 9 წლის ასაკში, 9 წლამდე, მანამდე ასეთ ბავშვებს აქვთ პრობლემა სკოლაში მისვლასთან დაკავშირებით, ძალიან დიდია მათში ტირილი პირველ კლასში. აქაც ამასთან დაკავშირებითაც საჭიროა გარკვეული წინასწარი ღონისძიებები, ანუ პედაგოგის და დედის სწავლის დაწყებამდე კონტაქტი, პედაგოგთან და დედასთან ერთად გასეირნება და ასე შემდეგ. პასუხოთ მაყურებელს და გავაგრძელოთ. დიახ, გამარჯობათ. მე მოგთხოვნა ასეთი კითხვა. ან დგება მომენტი, როცა ბავშვისთვის საჭირო ხდება არც თუ ისე მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა და ან როგორ უპასუხოთ ასეთ მარტივ კითხვებს? მარტივ კითხვებში რას გულისხმობთ? არც თუ ისე მარტივ, ან უხერხულ კითხვებს, ასე ვთქვათ, რომელიც ჯერ 3-4 წლის ასაკის ბავშვისთვის ისეთია, ცოტა მიუღებელი. დიახ, კარგი. იცით, ამ საკითხთან დაკავშირებით არის ასეთი მიდგომა საჭირო, რომ ბავშვისთვის ასაკის შესაბამისად გასაგები ხდება რაღაცეების შემდგომში. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ხო ხა 4, 5, 6 წლის ბავშვს სიკვდილის ფენომენის აღქმის უნარი არ გააჩნია. ამიტომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაც არ უნდა ვესაუბროთ, ის ამას მაინც არ დაუშვებს. ვერ გაიგებს ელემენტარულად. ეს იწყება 8-9 წლის ასაკიდან. ხო, ნუ ხა აქსელერაციიდან გამომდინარე გადმოიწია, შესაძლებელია რომ 7 წლიდანაც იყოს, მაგრამ 3-4 წლის ასაკში ეს არა. სხვა ასეთი ცხოვრებისეული სიტუაციებიც, ხო ხა, ამისი ინტერესი, ხო, პირველადი, ხო. ჩდება 4-5 წლის ასაკში, მაგრამ ეს არის უბრალოდ განსხვავებების ინტერესი, მეტი არაფერი. თვითონ აი ამ ცოტა უხერხული რაც შეიძლება იყოს ეს კითხვები, ბავშვებს ებადებათ ესეც 8-9-10 წლის ასაკში და უმეტეს შემთხვევაში იმდენად კომპეტენტურები არიან, რომ კლასელების, მეგობრების და ასე შემდეგ უკვე იგებენ ამ ყოველივეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით არის ეს ძალიან ბევრი მეთოდიკა, მიმართავენ ამას, უბრალოდ არ არის საჭირო, რომ დროზე ადრე მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც მისთვის გასაგები არ არის. თუნდაც იმიტომ, რომ სწორად იქნეს თავის დროზე. დიახ, რა თქმა უნდა, ხა იყო ასეთი ძალიან აქტიური მსჯელობა ერთ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტულად, როდესაც იყო აყვანილი ნაშვილები ბავშვი. რა ასაკში უნდა მომხდარიყო ამისი გაცნობიერება. ფსიქოლოგების გარკვეულმა ნაწილმა ეს ევროპაში და ამერიკაში თქვას, რომ ეს 2-3 წლიდან უნდა უთხრათ ბავშვს. მოხდა ასეთი ცუდი ფაქტი, რომ ასეთ ბავშვებს დაიწყოთ აგრესია მამების, დედების მიმართ, იმიტომ რომ ისინი ვერ აღიქვავდნენ, რომ არ იყვნენ მამის შვილები, მამა მიაჩნდათ ნამდვილ მამად და დედა, იმიტომ რომ მათ უცელში არ იჯდნენ, აღიქვეს როგორც უცხო და დაეწყოთ ძალიან დიდი პრობლემები. ამიტომ შემდგომში შეიმუშავეს ეს ყოველივე და გადაწყვიტეს, რომ 10 წლიდან უნდა მოხდეს ამისი თქმა. ხო? ანუ არა აქვთ იმ ასაკში აი ამისი აღქმის, სწორად გააზრების უნარი და აი სწორედ ამიტომ არ უნდა მივაწოდოთ. აი ასეა ყველა ფაქტთან დაკავშირებით და ეს ყოველივე, როდესაც არის ფსიქოლოგი, ხო, ვისაც მიმართავენ, მისგან შეუძლიათ საქართველოში ძალიან ბევრი კომპეტენტური ინფორმაციის მიღება. აი კიდე ერთი ზარი გვაქვს უპასუხოთ და ძალიან საინტერესო თემა იყო, ეგ თემა მე კიდე თუ გვექნათ რომ უბრუნდეთ. გისმენთ? გამარჯობათ. გესმით ჩემი ხმა? დიახ, გისმენთ. გამარჯობათ. ჩემი პატარა ბიძაშვილი არის, ან როგორ გითხრათ, საკმაოდ დეპრესიული ბავშვია და ხშირად გვექმნება პრობლემები, ანუ არ ურთიერთობს ხშირად ბავშვებთან, ესეშიც რაღაც ცალკე თამაშობს და ზოგადად საზოგადოებასთან უჭირს ურთიერთობა და მაინტერესებს როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, იმიტომ რომ სულ რაღაც 5 წლის არის და რაღაც გვინდა რომ ანუ სკოლის პერიოდი უწევს ახლა რაღაც ურთიერთობაში შევიდეს ბავშვებთან, რომ მე არ გაუჭირდეს ინტეგრაცია საზოგადოებაში. გვირჩიეთ შეიძლება რამე. თვითონ ბავშვებთან კონტაქტში შესვლა ჯერ
გასარკვევია, რასაც ჩვენ საუბრობთ, ან ეს მინჯაჭულობის რომელი ტიპი გვაქვს ბავშვთან. მეორე ფაქტორი. პირველი შვილები და დედის ერთები ცოტა სხვანაირი დამოკიდებულებით გამოირჩევიან ბავშვებში კომუნიკაციისა და კონტაქტის თვალსაზრისით. უფრო ნაკლებად აქტიურები არიან. მეორე შვილები უფრო აქტიური, მეორე მესამე შვილები უფრო აქტიური და კონტაქტურები არიან. რადგან დაძმყავთ უკვე. დიახ, რაც შეეხება თვითონ აი ამ დეპრესიულ მომენტებს, თუ აი ესეთი დეპრესიული ფაქტორები ვლინდება ამ ასაკში, აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმთან მიმართვა, იმიტომ რომ ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს ცოტა აქტიურ ჩარევას და რაც უფრო ადრე მოხდება ეს ჩარევა, მით უკეთესი. 5 წლის ასაკში შეიძლება უკვე ბავშვს ჰქონდეს ჩამოყალიბებული დეპრესია. არის ესეთი შემთხვევები, როდესაც ბავშვებში მცირე ასაკიდანაც კი არის აღმოჩენილი დეპრესიის გარკვეული ფორმა, ანუ ბავშვების ესეთი ფენომენი იყო პირველად 50-იან წლებში ლეო კანერმა შეისწავლა ამერიკელმა ეს ფენომენი, როდესაც ბავშვები უარს ამბობდნენ მეტყველებაზე, უარს ამბობდნენ კვებაზე და იყო საუბარი იმაზე, რომ ხო არ იყო აუტიზმი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დეპრესიის გარკვეულ ფორმას ახასიათებს აი ასეთი ფაქტორი. მე მყოლია პაციენტები, რომლებთანაც იყო ასეთი მომენტები, კონკრეტულად იყო დედის განშორება ბავშვთან რაღაც პერიოდის განმავლობაში, წლის, 2 წლის ასაკში და ბავშვმა თანდათან შეწყვიტა საუბარი, თანდათან შეწყვიტა კვება, წვებოდა გაუნძრებლად და ასე შეეძლო საათების გატარება. იყო საუბარი, რომ აქ იყო რაღაც ისეთი პრობლემატური მდგომარეობები, მაგრამ როდესაც აღდგენილა შესაბამისი სიტუაცია, წამოვიდა განვითარება და ეს ბავშვები დღეს სკოლაში სტადიან, აქტიურებიც არიან. თქვენ ხა ამ შემთხვევაში თქვენს კონკრეტულ პაციენტებზე საუბრობთ. კი, რა თქმა უნდა. და რაც შეეხება არის ასეთი შემთხვევები და საჭიროებს ყურადღებას ამ მხრივ. და რაც შეეხება იმ ამერიკელ მეცნიერის კვლევას, იქ რა შემთხვევა იყო, რის გამო ჰქონდათ ბავშვებს? ესენი იყვნენ ბავშვთა სახლის ბავშვები. ფაქტობრივად იგივე პრობლემის წინაშე იყვნენ. რომელთანაც აი ეს აღენიშნებოდათ ეს მდგომარეობა ჰედონის პირველადი ჰედონის სახელით მოიხსენიეს ეს. სხვათაშორის ფილმი ერთი ძველი ფრანგული პიერი შარის და დეპარდიეს მონაწილეობით გოგონასთან დაკავშირებით. აი ეს არის ტიპიური კლინიკური სურათი აი ამ დეპრესიის. რომელიც მე ბოლოს ფილმის ბოლოს გამოდის მდგომარეობიდან. კი, რა თქმა უნდა. რა სახით შეიძლება რომ ბავშვს მაგალითად შევაყვაროთ ბავშვები და რაღაცა საქმის კეთება, შრომა. მივაჩვიოთ რაღაცა პატარ-პატარა საქმიანობას, რა ასაკიდან შეიძლება რომ მშობელმა დაიწყოს ამაზე ფიქრი. იცით აი ეს ასაკობრივი მომენტები შეიძლება საკმაოდ ადრეულ ასაკში მოხდეს აი ამ ყოველივეს ფორმირება თუ ბავშვს თავიდანვე აქცენტირებას უკეთებთ мотиваციაზე და მიღწევაზე. როდესაც ხდება ძალიან აქტიურად ნებისმიერ ესეთი პოზიტიური ფაქტორებზე აქცენტირება, მათი მოქმედებების აქტიური შექება, ეს თავიდანვე იწვევს იმას, რომ ბავშვი აქტიურდება კვეთების და საქმიანობის მხრივ. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი ფაქტორები, ესეთი შექების სტილი, რომ რა კარგად დაწერე, რა კარგად მომეხმარე, რა კარგად გააკეთე. ისევე როგორც შენიშვნებით საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს არის ერთი მარტივი მოქმედება, რომელიც გამოიწვევს იმას, რომ მოტივირებული იქნება და აქცენტირებული იქნება პოზიტიურ საქმიანობაზე. აი დავუშვათ ისეთი როგორც არის თავისი ნივთების მილაგება, სათამაშოების მოვლა, ბაღის ასაკიდან ხო ეს ყველაფერი შესაძლებელია. რა თქმა უნდა, შესაძლებელია და სწორედ აი აქაც უნდა გამოვიყენოთ აი ეს ფაქტორი. არ უნდა იყოს ბრძანების სახით, არ უნდა იყოს იძულების სახით, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს იმას, რომ ზოგადად საქმიანობების მიმართ გვექნება ეს ნეგატიური დამოკიდებულება. თუ ბავშვობაში ძალიან ბევრი შენიშვნა მიიღო ბავშვმა და არასოდეს არ მოხდა მის ახალისება, შეიძლება შედეგად მივიღოთ ის, რომ როცა ის სკოლაში წავა იყოს ცუდი მოსწავლე, თვალსაზრისით რომ არ კონდეს ინტერესი, როცა ინსტიტუტში იქნება, იყოს ცუდი სტუდენტი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი სწორედ ამ პერიოდში
თვითონ ბავშვის ფსიქიკა მიმართულია იქითკენ, რომ მშობელი მიიჯაჭვოს, ხომ? აი სწორედ ამიტომ მის როდესაც ხედავს, რომ მის მოქმედებებს მოაქვს აი ეს მშობლის ყურადღება, პოზიტიურ მოქმედებებს, ხო? ის მთელი ცხოვრება იქნება პოზიტივზე აქცენტირებული. როდესაც 3-4 წლის ასაკში ეს აქცენტი არის მშობელზე, მერე ეს აქცენტი ზოგადად გარემოზე გადადის. და სწორედ ამიტომ ყალიბდება აი ესეთი პოზიტიური დამოკიდებულება. სოციალურად აქტიურ პიროვნებას ვიღებ. რა თქმა უნდა, ინიციატივიან აქტიურ საქმიან პიროვნებას. ბატონო ზაზეთი შეკითხვა მოკიდე ესეთი რომ აი ხშირად არის ბავშვი თავის თავს რაღაცებში იდანაშაულებს. შეიძლება ესეთი რაღაცები 3 წლის ასაკიდანაც შეხვდეს უკვე რომ აი თავი დამნაშავედ მიაჩნია და დიდი აქ დანაშაული შეგრძნება. ხშირად არის რომ რაღაც საკუთარი თავის მიმართ რაღაც ეგეთ აგრესიულ აქტებს განახორციელებს ხოლმე. რაღაც თვითდასჯის მექანიზმებს. რა შეგიძლიათ რო გითხრათ ამის თაობაზე? ესეც ქცევის ბავშვების ქცევის ერთ-ერთი ფორმა აჭირება თავის დადანაშაულების ფაქტორს. თვითონ ბავშვის ფსიქიკა 6 წლამდე არის ასეთი, რომ ნებისმიერი ნეგატიური ფაქტი მშობელთან დაკავშირებით ბავშვის მიერ აიხსნება ეგოცენტრულად. ანუ ხო დედამ დააფიქსირა, რომ თავი ტკივა. ბავშვი ამაში არ დანაშაულებს არც დედის სამსახურს, არც დედის დაღლილობას, ადანაშაულებს საკუთარ თავს. ნუ მე დავაშავე რაღაც და დედას იმიტომ ტკივა თავი. ისევე როგორც ესე უბრალოდ ბავშვს არ აქვს იმის შანსი რომ გაიაზროს ეს გარემო ფაქტორები და ავტომატურად თავის თავს ადანაშაულებს ხოლმე? ეს ასია. ეს არის ის, რაც აი ბავშვებში გვხდება მოცემულობა ასეთი, ეს გარკვეული ესეთი ეგოცენტრული ფაქტორი, ისევე როგორც დიდებსაც ხდებათ ეს რწმენასთან დაკავშირებით იგივე, ხო? ეს დადანაშაულება რაღაცის გამო ანუ მოცემული რაღაც ისეთი ნეგატიური ფაქტის. ხომ ანუ ძალიან შეიძლება უგვესმის ესეთი ფრაზა რომ მართლა დამსაჯა და ასე შემდეგ. დაახლოებით იგივე, იმიტომ რომ 6 წლის ასაკამდე ბავშვის მიერ მშობლები როგორც ღმერთები ისე აღიქმებიან. ესენი არიან ის არსებები, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ, ხო? მამა ყველაზე ძლიერია, დედა ყველაზე ლამაზი მზრუნველი და ასე შემდეგ. აი ასეთი ეგოცენტრული დამოკიდებულება, ეს გვხდება, ეს ნორმა, ეს ასია. უბრალოდ მშობელმა არ უნდა შეუქმნას ბავშვს იმისი ფონი, რომ ბავშვს ხშირად გაუჩნდეს აღნიშნული ფიქრი. და დიფიზოზით. დიახ, რა თქმა უნდა. აი მეორე ამასთან დაკავშირებით რაც ბრძანეთ, ანუ თვით დასჯა, ხომ? ეს თვით დასჯის, ანუ ავტოაგრესიის მომენტები ძალიან ხშირად გვხდება ფრუსტრაციების შემთხვევაში. ანუ აქ გვხდება ასეთი მომენტი, რომ ადრე იყო, რომ ასეთ გარკვეული ფრუსტრაცია 4 წლის ასაკამდე გამოიხატება ან ავტოაგრესიაში, ანუ საკუთარი თავის ცემაში, ან დედის მიმართ აგრესიაში, ანუ ცემა და ასე შემდეგ, კბენა და ასე შემდეგ. ну ძალიან ბევრი ფსიქოლოგი ამას აერთიანებს, ანუ ამბობს, რომ ეს ანუ დედის მიმართ ასეთი აგრესიული აქტი და საკუთარი თავის მიმართ ერთი და იგივეა და ორივე ითვლება ავტოაგრესიულ ფენომენად. ანუ იმიტომ რომ ის დედას ისევ საკუთარ თავთან აიგივებს, კი. რაც შეეხება ეს კბენასთან დაკავშირებით, ხო, როგორც კვლევებმა აჩვენა, აღმოჩნდა, რომ ის ბავშვები, რომლებიც თვლიან, რომ ვერ ღებულობენ მონაწილეობას იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რაც მათ უკავშირდება, აი ასეთი ბავშვები ახორციელებენ ავტოაგრესიასაც და კბენასაც. ანუ როდესაც არის მონაწილეობა უნდათ რომ მიიღოთ. აი კონკრეტულად თქვათ იგივე ნუ ჩასაცმელთან დაკავშირებით, ხომ? როდესაც ნუ ბავშვს უნდა ერთი მშობელი ამას აპროტესტებს. ან იგივე ნუ ფრუსტრაციაშიც ამას გულისხმობთ? დიახ, რა თქმა უნდა, ნუ მოხდა ისე, რომ ბავშვს უნდა რაღაც სათამაშოს წაღება საბავშვო ბაღში, ხო? ნუ გაუპროტესტა ძალიან მკვეთრად მშობელმა ეს ყოველივე. ხო? აი ეს ფაქტორებია. აი ეს რაღაცა შეიძლება იყოს ესე დიდი. რა თქმა უნდა, ბავშვისთვის აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არის რეკომენდირებული, რომ როცა ასეთი შემთხვევებია და ასეთი ფაქტორებია, მიეცით მარტივი არჩევანი, ხო? ანუ ჩაიწმება ამას თუ ამას. ხო, შევთავაზოთ ორი. აირჩიოს არჩევანი გააკეთოს თვითონ. რაც უფრო მალე ვასწავლით არჩევანის გაკეთებას, მით უკეთესი იქნება. სინამდვილეში თუნდაც ის რომ ბავშვი გავს ქცევას ახორციელებს იგივე საბავშვო ბაღში იქნება თუ სკოლაში, რაღაცნაირად ცუდი მაგალითიცაა თავისი
თანატოლებისთვის თუ მსგავსი ქცევის გადაღება არ ხდება ხოლმე თუ საკუთარი საბაბი არ აქვს ბავშვს არ გადაიღებს რა თქმა უნდა ის რომ ეს ქცევა აიღოს არ ხდება ხა ჩვენ გვაქვს ასეთი ფენომენი როგორიცაა ატრიბუცია ანუ ჩვენში არის ქცევების გარკვეული არსენალი რომელიც არის ეს ქცევები რომლებიც ჩვენ დავაფიქსირეთ მერე შევაფასეთ ნეგატიურად ან პოზიტიურად და პოზიტიური ნებისმიერი ქცევა დარჩა ჩვენში და ვიმეორებთ. ბავშვებში ეს ფენომენი გვხდება, ხო? მოდი თუ შეიძლება ერთად ზარს უპასუხოთ, ზარი ეთერში გისმენთ? და გავაგზავნოთ ვერა ჩვენი საუბარი. გისმენთ? გისმენთ დასვით თქვენი შეკითხვა? გამარჯობათ, მინდა გითხრათ, რომ სერიოზულად დიდ საქმეს აკეთებთ. მე ვარ გარდატეხ სასაკში და ამ ბოლო დროს, როდესაც მარტო ვარ, სულ ცუდ ხასიათზე ვდგები და უარყოფით საკითხებზე ვფიქრობ, რაც ძალიან მგლის. მაინტერესებს, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? კი ბატონო, მადლობა ზარისთვის, ბატონო ზაზა, რომ უპასუხოთ, შეიძლება შეკითხვას? ყველა ადამიანი ინდივიდია, ყველა ადამიანს გააჩნია ესეთი ინდივიდუალური ფაქტორები და ინდივიდუალური დამოკიდებულება. რაც შეეხება ფიქრს, ნეგატიურ აზროვნებას. დიახ, ეს შესაძლებელია იყოს გარკვეული მომავლის შიშით განპირობებული გარკვეული პრობლემებით, რაც არის ცხოვრებაში და განსაკუთრებით ბევრი ამასახში, უბრალოდ საჭიროა ერთი რაღაცა, დაუძლეველი პრობლემა არ არსებობს, საჭიროა მოქმედება და ყველა პრობლემა მოგვარდება. იცით რა მაინტერესებს, თუ შეიძლება დავუშვათ იგივე მოზარდმა ხშირია ესეთი რაღაცები ტესტები ჟურნალებში, ან ინტერნეტში. ამ ყველაფრის მეშვეობით რაღაცა საკუთარ თავზე დასკვნა გამოიტანოს, რამდენად ახლოს არის აბაბასთან ხოლმე. თუ არ არის რეკომენდირებული? არ არის რეკომენდირებული, ძალიან ბევრია ასეთი მასალა, რომელიც კლინიკური მნიშვნელობა და ღირებულება არ გააჩნია. უფრო სამოყვარულო დონეზეა გაკეთებული. რა თქმა უნდა. ამისთვის არიან სპეციალისტები. ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი კომპეტენტური და კარგი სპეციალისტი მუშაობს საქართველოში ამ სფეროში. შესაძლებელია მივმართოთ და ამ უძრავ კომპეტენტურ პასუხს მივიღებთ. დიახ. აი ხა გოგონამ რო ბრძანა დავუშვათ, რომ პრობლემები აქვს, ნეგატიური აზრები აწუხებს ამ შემთხვევაში, იგივე მეგობრობის თანადგომა შეიძლება დადებითად იმოქმედოს. რა თქმა უნდა, ნახე ჩვენ ცხოვრებაში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო, ეს არის ურთიერთობების სფერო. ხო? კი, არის ის, რაზეც მეგობრები იმოქმედებენ პოზიტიურად, მაგრამ რა თქმა უნდა, გვაქვს ცხოვრებაში ის ნაწილი, რასაც ელემენტარულად მეგობარსაც კი ვერ ვეთქვით. რანაირი ახლო მეგობარიც არ უნდა იყოს. ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა, როდესაც რაიმე ფსიქოემოციურ ნაკს აღმოაჩენს ადამიანი საკუთარ თავში და გონია რომ ეს მისი პრობლემაა. რაღაცა ფიქრმა გაუელვა და აქცენტი და რომ ვაიმე რაღაც ცუდი ხდება ჩემში. არა და შემდგომში რომ მეცნობიან, ხო, აი სპეციალისტი როდესაც აცნობს, ხო, ზოგადად მდგომარეობებს, ხო, სადაც ნახულობენ იქ თვითონვე ეცნობიან იმას, რომ ეს ყველას ემართება, ან უმეტესობას ემართება. არის ესეთი ფაქტორები, რაზეც ადამიანები ძალიან მწვავედ განიცდიან კონკრეტულად გარდატეხის ასაკში, მაგრამ ვაჩვენებ კვლევებს, სადაც წერია, რომ მათ ეს აღნიშნული ქცევები ახასიათებს 80-90%, 55% ადამიანების და აი ეს მოქმედებს პოზიტიურად. ახლა ელემენტარულად ერთ-ერთი ესეთი საინტერესო გამოკითხვა ამ თინეიჯერულ ასაკთან დაკავშირებით. ჩაატარეს ამერიკაში და ეკითხებოდნენ, რომ რა მიაჩნიათ ყველაზე ესეთი მწვავე ჩარევად მშობლების მხრიდან მათ ცხოვრებაში. და ძალიან ისეთი საინტერესო დასკვნა აღმოჩნდა, რომ 95% ამ ასაკში მშობლები უკონტროლებენ, როდის უნდა დაბრუნდეს სახლში. ეს არის მაგათი ძირითადი პრობლემა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. 78%-ს მშობლები მუდმივად აძლევენ შენიშვნას ჩაცმასთან დაკავშირებით. 60% ხო, აი 15-დან 17 წლამდე ამერიკელების, მაგალითად 60% აპროტესტებს იმას, რომ
ის ფული, რომელიც მათ მოაგროვეს, არ შეუძლიათ დახარჯონ მშობლებთან შეთანხმების გარეშე. ხო. ეს მუდმივად ხდება, ხო, ესეთი კონფლიქტის მიზეზი არა და ეს ყველას გონია რომ ისინი მშობლები არიან ასეთი განსაკუთრებულები, რომლებიც კაცრები და სასტიკები. თუმცა აღმოჩნდა რომ იგივე მუსიკის მოსმენასთან დაკავშირებით მხოლოდ 30% მშობლების აკონტროლებს რა მუსიკას უსმენს. უფრო მობიერები არიან მაგალითად. უფრო თავისუფლები არიან, კი. ერთი საინტერესო ფაქტორი, ძალიან ბევრი კონფლიქტი ხდება იმის გამო, დაახლოებით 75% თინეიჯერების აფიქსირებდა, რომ კონფლიქტი აქვს მშობლებთან იმის გამო, რომ მშობლები უგზავნებენ საკუთარი აზრის გამოხატვას მასწავლებლებთან ან მეზობლებთან დაკავშირებით. პრინციპში ეს ყველა მაინც მოგვარებადი პრობლემაა რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ისეთი უმნიშვნელო მომენტები, რაზეც სამწუხაროდ გარკვეულ ასაკში ბავშვები ძალიან მწვავედ აღიქვავენ, ძალიან ისეთი კატეგორიულები არიან, ხო, აი აღნიშნულ ფაქტორებთან მიმართებაში, თუმცა რა თქმა უნდა ეს გადაივლის. მაგრამ იმ პერიოდშიც თუ გაეცნობა რომ ეს 100-ია ზოგადად, ხო, მე უკვე აღარ აიცნობა სტატისტიკას. რა თქმა უნდა, თვითონ ფსიქოთერაპია ამას გულისხმობს გარკვეულწილად, რომ ეს გაცნობაც მოხდეს ამ ყველაფერთან. კარგით, მოდით ამაზე დავამთავროთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა, დავემშვიდობოთ მაყურებელს. მადლობთ. კარგად ზანდებოდეთ. ფსიქოლოგია ახალგაზრდა, მაგრამ სწრაფად განვითარებადი მეცნიერებაა. დღესდღეობით ამ სფეროში დიდი ცოდნა და გამოცდილებაა დაგროვილი. ჩვენი გადაცემის მიზანია ეს ცოდნა და გამოცდილება უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი საზოგადოებისათვის.